მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ საგარლი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 3-9 თებერვლის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. უპირატეს ყოვლისა გავეთვალისწინოთ, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგიულ ველშია, რაც კარგია, იმიტომ რომ ჰოროსკოპს ურთიერთგაგების დას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს, მათ შორის მოლაპარაკებებს და ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება პლანეტა ვენერა სამშაბათს გადანაცვლებს ვერძი ზოდიაქოს, შემდგომ სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობები მიიღებენ უფრო აქტიურ ენერგიულ ელფერს, უფრო იქნება კომუნიკაცია, უფრო იქნება ვნება, თუმცა ამავდროულად პრეტენზიების და ზოგჯერ კამათისადმი მიდრეკილებაც მოიმატებს. ხოლო პლანეტა იუპიტერი ხდება სამშაბათიდან დირექტული, ანუ სწორად მავალი, რაც კარგია. ეს ხელშეუწყობს ცხოვრების სულ გამარჯვებებს, წარმატებებს, იდეების მეტრიალიზაციას, მათ შორის საინტერესო პროექტების განხორციელებას, მოგზაურობას, უცხოელებთან სწორ და კარგ კონტაქტებს და პარტნიორულ თანამშრომლობას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ეს ყველაფერი რას უკვე კარგად აისახება ზოდიაქოს ნიშნებზე და ვნახოთ ახლა ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის როგორ იქნება ეს პერიოდი და ეს სწორედ მოგზაურობის კუთხით და უცხოელებთან კონტაქტების კუთხით ძალიან კარგია ეს პერიოდი ვერცთათვის, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა უცხოელებთან. გინდათ ეს იყოს დაუშვათ თუნდაც სწავლა უცხოეთში ან პარტნიორული თანამშრომლობა, ან თუნდაც უბრალოდ მოგზაურობა არნახული შთაბეჭდილებებით ჩამოხვალთ. ამასთან ერთად კოლექტიური ძალისხმევისთვის პერიოდი კარგია, აქ უფრო მეტ დახმარებას მიიღებთ მეგობრებისგან, კოლეგებისგან. ეს ის პერიოდი, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ ახალი საინტერესო პერსპექტიული პროექტები განახორციელოთ, იმიტომ რომ ენერგოტონუსი თქვენი აშკარად მაღალია. ეს ნიშანი უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია. აქ შეიძლება ახალი საინტერესო იდეების ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევაში პერიოდი იღბლიანია, რომელიც ხელს საქმიანი და სოციალური კავშირების განვითარებას და ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ არაერთი საინტერესო იდეა განახორციელოთ, თანამდებობა დაიკავოთ, ახალი საინტერესო პროექტები ჩამოყალიბოთ, ერთეული პარტნიორული თანამშრომლობა განავითაროთ და ასე შემდგომ. ერთ თქვენ აქტიურად იმოქმედეთ. ეს კარგი იქნება თქვენთვის 6 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 4 და 8 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეიძლება კუროს ზოდიაქოს ნიშნავდებულებს, აქ პირიქით ენერგოტონუსი აშკარად მცირდება. ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, ამიტომ შედარებით უფრო მეტად იღლებით. მოდი ასე ვთქვათ, ამიტომ ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი ორგანიზმი, ნუ გადაიღლებით სარისკო მოქმედებებსაც მოვერიდოთ, თუმცა გარკვეული პოზიტიური შესაძლებლობების საქმიანი კუთხით უდაოდ ამ კვირას ექნება. მაგალითად, ხელშეუწყობს იგი თქვენს ფინანსურ წარმატებებს. ახალი საინტერესო შეიძლება პროექტების განახორციელოთ, მსხვილი საღირლების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, მაგრამ ამასთან ერთად ფორსირებას ნუ მოახდენთ მოვლენებისა, ნუ ჩქარობთ. და ამასთან ერთად, მოდი ასე ვთქვათ, ცოტა ენას კბილი დააჭირეთ და მით უმეტეს პირდაპირ შუქში ნუ მიახლით ადამიანს, რასაც ფიქრობ, ეს გამოიწვევს საბაზრო რეაქციას, მეტი დიპლომატია გმართებთ და ესეთ რადიკალური წინადადებებისგან თავი შეიკავით, რომ ამ კუთხით შესწავლები არ დაგხვდეთ. რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობები ჩამოღალიბდებათ ხელმძღვანელ პირებთან, მით უფრო ხელშეუწყობს ეს თქვენს პროფესიონალურ წინსვლას და კარიერულ განვითარებას და პირიქით. Ოს კარგი იქნება თქვენთვის 5 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 3 და 7 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა ტყუპების ჰაერისტიკის წარმოდგენილ ნიშანს, ენერგოტონუსი თქვენი მატულობს ჯანმრთელობა უფრო მდგრადი, ეს ნიშანი უფრო აქტიური, ენერგიულია, დინამიურია, პერიოდი მთლიანობაში პოზიტიურია. ხელსკობს იგი ინტელექტუალურ და სულიერ თქვენს განვითარებას, თქვენ შეიძლება აღვნიშნოთ საყოველთაო ყურადღების ცენტრში, მათ შორის მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის და სწორი სხვათ შორის ნაბიჯები გადადგა და სწორი დროული რჩევებიც გააკეთოთ. რაც გაზრდის თქვენს, ასე ვთქვათ, პოტენციალს და თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. ასევე აუდიტორიის წინაშე გამოსვლა იქნება მეტად კარგი. ეს პერიოდი კარგია მოგზაურობის კუთხით, საქმიანი და შემოქმედებითი კავშირების გასაფართოებლად. ანუ ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს შეუწყობს არაერთი საინტერესო იდეის რეალიზაციას, სხვა შორის მოგზაურობის კუთხითაც პერიოდი იქნება მეტად ნაყოფიერი და აქაც სწავლა უცხოეთში ან უცხოელებთან პარტნიორული თანამშრომლობა იქნება მეტად და მეტად ნაყოფიერი. ეს კარგი იქნება თქვენთვის 6 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა
4 და 8 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე ესეთ ნიშანს, როგორც არის კირჩხების ენერგო ტონუსი ცოტა დაბალია, ამიტომ ჯანმრთელობას მიექცეთ ყურადღება და ზედმეტად უგადაიღრებით და დასვენების საშუალება ორგანიზმს მიეცით. თუმცა საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია, დინამიურია, თქვენ ეფექტურად შეგიძლია თქვენი ბიზნეს მიღწევა. პრომეთის პარტნიორული თანამშრომლობისთვის პერიოდი კარგია, ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება, თუმცა ზოგიერთი გეგმა შეიძლება ამ პრიორიტეტის სამსახურებრივ ან ბიზნეს სფეროში შეიცვალოს. ეს პერიოდი საერთო ჯამში იღბლიანია, მაგრამ ნებისმიერ რთული საკითხიდან შეიძლება მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, გამარჯვებულიც გამოხვიდეთ. მაგრამ ამავდროულად გაითვალისწინეთ, რა შეცდომებით შეიძლება დაუშვათ, მაგრამ შედარებით, რადგან იღბლიანია პერიოდი, შედარებით ადვილად გამოდიხართ ამ პრობლემებისგან. ენას ყველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ზედმეტს ნულაპარაკებთ, რათა სხვებმა არ გამოიყენონ თქვენი იდეები შემდგომ თქვენ საწინააღმდეგოდ. მაგრამ ამავდროულად გაუფრთხილდით ცოტა ჯანმრთელობას. ეს არის სულ რაც გჭირდებათ ამ კვირის განმავლობაში, რომ იყოთ მეტნაკლებად წარმატებული. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 5 და 9 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 3 და 7 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა უკვე იმპერატორთან ნიშანს ლომის ზოდიაქო იგულისხმება, რას უყურია ეს პერიოდი კარგია. ენერგო ტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, სეკვემწური სტაბილურობა უფრო მეტია და არაერთი პრობლემის გადაწყვეტა შეგვიძლია ზოგიერთი საქმის დასრულება, რასაც სხვადასხვა დროს, ასე ვთქვათ, გადადების პროცესში გადაკავდათ ეს ყველაფერი და ვერ ამთავრებით რაღაც საქმეებს. აი ახლა გაქვთ ამის საშუალება, რომ ეს დაასრულოთ. ამასთან ერთად ეს პერიოდებსაც შეგიძლიათ დაარეგულიროთ ისეთ საკამათო საკითხები ურთიერთობებში, გაერკვიოთ იმ საქმეებში, იმ ფინანსებში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო არეული. ამასთან ერთად ეს პერიოდი, რომ შეუძლია შეგიძლიათ ძველი ვალების გასტუმრება, ან ძველი ვალდებულებების შესრულება, რაც მუდმივად უშლიდა ხელს თქვენს კარიერულ და ბიზნეს საქმიანობას. ეს პერიოდი მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობებისა და თანამშრომლობისთვის. გინდათ პირადი ურთიერთობა განვიხილოთ, გინდათ საქმიანი, რაც მეტად ეს ურთიერთობა იქნება კარგი, მით ნაყოფიერი იქნება თქვენი წინსვლა და განვითარება. ყველას კარგია თქვენთვის 3 და 7 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 5 და 9 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებებს, აღნიშნოთ, რომ ენერგო ტონუსი თქვენი ცოტა დაბალია, შეიძლება ადვილად გადაიღალოთ, ამიტომ დაასვენეთ, როგორც მოგეცემათ საშუალება თქვენი ორგანიზმი, მაგრამ ეს რატოა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით პერიოდი უდავოდ კარგია. ამიტომ საჭირო რომ ორგანიზმი არ იყოს გადაღლილი და აქედან გამომდინარე შეცდომები არ დაუშვათ. საქმიანი კუთხით ვიმეორებ ეს პერიოდი ხელს სკოს თქვენს პროფესიულ განვითარებას და ამასთან ერთად ეს პერიოდი, რასაც შეიძლება ახალი საინტერესო საქმის ან ვალდებულების წინაშე აღმოჩნდეთ. რაც ხელს შეუწყობს ამდროულად თქვენ შემდგომ განვითარებას. ხელს შეუწყობს გაფართოებას თქვენი გავლენის სფეროების. სადაც ჩვენ ძალიან კარგი პერიოდია ბიზნეს საქმიანობის კუთხით და ბიზნესის განვითარების კუთხით. ავადროულად გაუფრთხილდით ვიმეორებ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ სხვა ინფექციური დაავადებების ტენდენცია მაღალია, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ თვლიანობაში კარგ პერიოდს და მაქსიმალურად ტაქტი დიპლომატია გამოვლენით კოლეგებთან და ხელმძღვანელთან მიმართებაში, რათა თქვენმა სიხისტემ და ზედმეტმა პირდაპირობამ აქ შემდგომ დისონანსი არ შემოიტანოს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 4 და 8 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 6 თებერვლის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდია, ენერგო ტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, შეგიძლიათ საკუთარი ნიჭი, უნარი ახლებურად და საინტერესოდ გამოავლინოთ. საჩვენს ძალიან კარგი იქნებოდეთ იურისპრუდენციაში, როგორც მოსამართლე, თუნდაც როგორც ადვოკატი. ეს პერიოდი კარგია იმისთვის, რომ გაერკვეთ თქვენს პრობლემებში, ახალი იდეები ჩამოაყალიბოთ. ახალი შეიძლება დაუშვათ განვითარების გზები იპოვოთ. ეს ის პერიოდი, რომ სოუბისას წარმატების ფაქტორი თითქმის ყველა სფეროში საკმაოდ მაღალია. ამავდროულად სხვადასხვა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ტრანსფორმაციები თქვენ ცხოვრებაში და მოდი ასე ვთქვათ, რომ შეიძლება წინასწარ განუსაზღვრელი, ასე ვთქვათ, ფინანსური დანაკარგის ტენდენციამაც იჩინოს თავი, თუ თქვენ არასწორად მოკვდებთ ან სუსტრაფობასავლეთ ფულის ხარჯვის ან კაპიტალ დაბადების კუთხით. ანუ ფინანსური პრობლემების კუთხით ვიყოთ ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ ამას შეიძლება კონფრონტაციები გამოიწვიოს. სხვა მხრივ პერიოდი უდავოდ კარგი ახალ სკოპს კი კონკურსებში, ლატარეებში მონაწილეობის მიღებას
და აქაც წარმატების მიღწევას. ანუ ერთ სიტყვით აი ეს ფინანსების საკითხი თუ მაგვარეთ, სხვა მხრივ პერიოდი უდავოდ კარგია. ყველაზე კარგია თქვენთვის 3 და 7 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 5 და 9 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, მორიელებო უპირველეს ყოვლისა გაითვალისწინეთ, რომ როგორც ონუსი თქვენი მცირდება. ამიტომ ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადი, ინფექციური დაავადებების ტენდენციაც მაღალი. ამიტომ ცოტა გავფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით უდავოდ არის კარგი პერსპექტივები, ამიტომ მთავარია რომ ჯანმრთელობა მაგ არ გვიმტკუნოს. ანუ შეიძლება პოზიტიური ცვლილებები მოხდეს ოჯახში, სახლში. მოაგვაროთ საყოფაცხოვრებო პრობლემები. ეს პერიოდი, როდესაც უფრო თვითრწმენა, შინაგანი რაღაც კომფორტის გრძნობა უფრო მეტად დაისადგურებს თქვენს გულში და შეიძლება მსხვილი საგრძელების წინაშე აღმოჩნდეთ. ზოგიერთი საოჯახო პრობლემებიც კი გადაწყვიტოთ, მით უმეტეს შეიძლება აქ საყოფაცხოვრებო პრობლემები მაიჩინოთ, მაგალითად ელექტროტექნიკა, სათექნიკა, რაღაც სხვა გამოვიდეს წყობრიდან, მაგრამ ამას მათ შორის მეტნაკლებად ასე ვთქვათ, მშვიდად გადაწყვიტავთ. და ამასთან ერთად ზოგიერთმა შეიძლება შექმნას აქ ოჯახი. ან დაუშვათ უძრავი ქონება შეიძინოს. შეიძლება ახალი მეგობრული კონტაქტების წინაშეც აღმოჩნდეთ. აი ეს არის მნიშვნელოვანი და აქ ამავდროულად გაითვალისწინოთ, რომ ეცადეთ მაქსიმალურად ტაქტი, დიპლომატია გამოვლინოთ ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან მიმართებაში, რათა აქ სიტუაცია არ დაიძაბოს. მაშინ პერიოდი იქნება საკმაოდ კარგი. და ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 4 და 8 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 6 თებერვლის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, საკმაოდ კარგი პერიოდია თქვენთვის, იმიტომ რომ ონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ხართ ოპტიმისტური, კარგი ორგანიზმული ლიჭისუნარი გაქვთ და ამავდროულად აუჯობესებთ ურთიერთობებს პარტნიორებთან. რითიც შეიძლება გააფართოვოთ თქვენი საქმიანი და პირადი კავშირები. ეს პერიოდი, რომ მსხავს თვით რეალიზაციას. კარგია ეს პერიოდი კოლექტიური პარტნიორული თანამშრომლობისათვის, ხელშეკრულებების დასადებად, მოლაპარაკებებისათვის, ამავდროულად ნუჩგარობთ. 7 ჯერ გასულ ერთხელ გაჭერის პრინციპი მაქსიმალურ წინაპანზე წამოწევ და ზოგიერთი ძველი კავშირი უაზროდ არ გაწყვიტოთ. აი მხრივ იყოთ ცოტა ყურადღებით. ეს პერიოდი, რომ მსვლელობისას აქ ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური მდგრადი საოჯახო ურთიერთობა, ახლობელთა თანადგომა, რაც კიდევ მეტად გაუმჯობესებს თქვენს წინსვლას და განვითარებას. პერიოდი კარგია სწავლისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, პარტნიორული მაქსიმალური თანამშრომლობისათვის. მოგზაურობის კუთხითაც კი ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერია. კარგია თქვენთვის 3 და 7 თებერვლის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგა 5 თებერვლის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, ერგოტონუსი ცოტა დაბალი, ამიტომ ჯანმრთელობას ცოტა გავფრთხილდით და დრო დაასვენეთ საკუთარ თავის. ზედმეტად ნუ გადაიღლებით, რათა გადაღლის ფონზე შეცდომები არ დაუშვათ, იმიტომ რომ სხვა მხრივ საქმიანი კუთხით მას კარგი პერსპექტივები მათ შორის განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. აი ადრეული საქმეებიდან შეიძლება აქ მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, აღმოჩნდეთ პრემიების, ბონუსების წინაშე ან ახალი პერსპექტიული პროექტები იპოვოთ, რაც ხელში უწყობს ასევე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ეს პერიოდი, რომელსაც მორალური კმაყოფილების ტენდენცია თქვენი მოქმედებიდან შეიძლება გაიზარდოს და ამავდროულად ეცადეთ, რომ არ იყოთ ზედმეტად ეგოისტი და ზედმეტად დიქტატორული თენდენციების მატარებელი. ნუ გადაამეტებთ თქვენ ძალაუფლებაში, რათა აი ამან არ შეუშალოს ხელი მთლიანობაში კარგ, ასე ვთქვათ, ფინანსური კუთხით კარგ პერიოდს და მის მცველობას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 5 და 9 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 3 და 7 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, პერიოდი უდავოდ კარგია, იღბლიანია, წარმატების ფაქტორი მაღალია. ეს პერიოდი, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ არაერთი საინტერესო იდეის რეალიზაცია თან ხელზე გადის. თქვენ ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე მაღალი იღბალი გაქვთ თქვენ. ჯანმრთელობა მდგრადია, კომუნიკაცია საკმაოდ მაღალი, გონება მახვილობა. უმაღლესი ეს პერიოდი ხელს იდეების რეალიზაციას, თქვენი ორგანიზატორული ნიჭის და უნარის გამოვლენას, ამასთან ერთად ამიტომ ზედმეტ დროს ყურადღებას ნუ დაკარგავთ უაზრო საუბრებზე. და მოდი ასე ვთქვათ, რომ უფრო მეტად იმოქმედეთ, რეალისტურად შეხედეთ მოვლენებს, სიტუაციებს, მაშინ უფრო წარმატებული იქნებით. ზოგიერთმა საოჯახო საყოფაცხოვრებო პრობლემამ შეიძლება ზოგჯერ ასე ვთქვათ, გამოგიყვანოთ წონასწორობიდან, მაგრამ რაც მეტად თქვენ შეძლებთ აქტიურ მოქმედებას სტაბილურად ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას, მით მეტად იქნებით წარმატებული. გინდათ ფინანსურად, გინდათ ნებისმიერი სხვა კუთხით. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 6 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 4 თებერვლის დღე და შესაბამისად ეს რიცხვი.
უსაფრთხოებისათვის. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აქ საკმაოდ კარგი შესაძლებლობებია საქმიანი კუთხით, თუმცა ჯანმრთელობა არ ამდგრადი, ეს გაითვალისწინეთ, ამიტომ ნუ გადაიღლებით, ნუ გადაითვირთებით, ცოტა დაასვანეთ საკუთარი თავი, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი პრობლემა კარგად გადაწყვეტოთ. ძველი პროექტებიც კი დაასრულოთ. და ამაზე სხვა შეშუს ამას შეიძლება მოყოს მატერიალური დივიდენდები და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. ეს პერიოდი ხელს სკობს ზოგიერთი თქვენი სურვილების ასრულებას, ან დაუშვათ ისეთი საყრელების გაკეთებას, რომელსაც დიდი ხანი აპირებდით, მაგრამ რაღაც სხვა გარემოებები ამას უშლიდნენ ხელს. აქ შეიძლება დახმარება მიიღოთ, მათ შორის ახლობელთა მხრიდან რთულ სიტუაციებშიც იქნება ძალიან კარგი თქვენთვის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პარტნიორები, ჯორები, ინტრიგები თქვენ საცენაადოდ მოშორნეები აქტიურებდებიან. ამიტომ ენასწორად დააჭირეთ, საიდუმლოდ დაიცავით, ზედმეტს ნუ იხმაურებთ და საერთოდ ცოტა კულისებს მიღმა გადადით, მოდი ასე ვთქვა და ცოტა მეტად გავაფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. მაშინ პერიოდი იქნება გაცილებით უკეთესი. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 5 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ გას 3 და 7 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალში ხვედრამდე.